ანუ დაკავებულსა და განვითარებულობის ტექსტში განსხვავება არის ხოლმე როგორც ხარ და ნუ კარგია რომ ჟურნალისტებს ეს გასავლეს. ეხლა ხო იცით ხე ჩემი განრიდება რაღაცა რო აქ ხდებოდეს, აქ რო ყოფილიყო ძალადობა, აქ რო ყოფილიყო რაღაც ექსცესები, რადიკალური გარემო, მაშინ კიდე შეიძლება აქ არაფერი არ ხდებოდა, მშვიდობიანი ადამიანები დგანან და პროტესტს გამოთქვამენ და აი მშვიდობიანი პროტესტის დროს განრიდება ესეთი რამე არ არსებობს. თუ არსებობს რაღაც რადიკალიზაციის რისკი ახლა მესმის, მაგრამ აი ვნახავთ ჯერ არ ვიცით ლევანი სად არის და ნუ რას ვიზამთ ახლა ლევანს ეს გამოვლილი აქვს ნაციონალური მოდელობის რეჟიმის დროსაც და ეხლაც სამწუხაროა ეს ყველაფერი ადამიანები უბრალოდ გამოთქვამენ თავის პროტესტს გამოთქვამენ უკვე 70 დღეზე მეტია მე ვფიქრობ რომ ყველა ნორმალური ადეკვატური ხელისუფლება ამას პატივს უნდა ცემდეს და ისე როგორც შეურაცხყოფენ მაგალითად მოშიმშილე ჟურნალისტს მზიას ასე კი არ უნდა იქცეოდნენ უბრალოდ ადამიანები თუ ასეთ გამოხატვის ასეთ რადიკალურ ფორმებს მიმართავენ, ესე იგი მათ რაღაც აწუხებთ და ვიღაცამ უნდა მოусმინოს მათ და მათი ეს გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის რომ რადიკალიზაციას ხელისუფლება უწყობს ხელს. აი ხა ლევანის დაკავება, აი რა ლოგიკა იყო, რა დასაკავებელი. აი ეხლა აი აქ რა ხდება? ბატონო, ბოლო პერიოდის განმავლობაში აქ ყოველ საღამოს დაახლოებით 10-9-ისთვის გზა იკეტება ხოლმე. თქვენი შეფასებით როგორ ფიქრობთ, რატომ არ მისცა პოლიციამ დღეს ამის საშუალება მოქალაქეებს რომ გზა გადაეკეტათ, რასაც შემდეგ მოყვა ეს ცირედი დაპირისპირებები რაც იყო? ნუ პოლიცია ვიღაცას რაღაცას უმტკიცებს და პოლიცია სამწუხაროდ უკანონო დავალებებს აძლევენ. თორე პოლიციამ ძალიან კარგად იცის რომ ადამიანები როდესაც მშვიდობიანად გზას კეტავენ ნუ ეს ახლა გამოდის რომ ყველა შენობას შეიძლება სახელმწიფო მიანიჭოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი. არ ვიცი, შეიძლება ხვალე პოლიტიკური თანამდებობის პირების საცხოვრებელი სახლი გახდეს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და გამოდის ხა ჩვენ მე ვეღარ ვისუნთქებთ ამ ქვეყანაში. ამიტომ ყველაფერს თავისი გონიერების საზღვარი და ფარგლები აქვს და წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი აზერს კარგავს და ხდება რაღაც ცირკი და სასაცილო. მაშინ როდესაც არაფერი არ ხდება, ხლა ვინმეს მოძალადეს ხო არ ხედავთ არა? ადამიანები გამოთქვამენ პროტესტს. ეხლა თუ გამოხატვის თავისუფლების უფლებაც წაგვართვეს. ხო, ნუ ესე იგი რადიკალიზაციას ვინ უწყობს ხელს? ის ხელისუფლება, რომელიც კანონებს ცვლის, რომელიც ამბობს, რომ თანამდებობის პირის შეურაცხყოფა თურმე სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელმაც ადმინისტრაციული პატიმრობა გაზარდა 60 დღემდე. ნუ სასაცილოა ეს ყველაფერი. ეს არ არის ის გაგიმართოთ. ეს არ არის ის რითიც შესაძლებელია აი ამ პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. ამ პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია ორმხრივი დათმობებით და ორმხრივი დათმობა ყველას ძალიან კარგად ცნობილია რა არის. ეს არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. მორჩება, ქვეყანაში ყველაფერი დაწყნარდება, დამშვიდდება და ყველანი იქნებით ბედნიერები. დიახ, და აქციების 75 დღეა, თუმცა ეს მოთხოვნები არ არის ამ ეტაპზე დაკმაყოფილებული. მოქალაქეებს თავის მხრივ ეკითხებით ხოლმე მათ გეგმებს, ასე ვთქვათ, და რესურსს, მაგრამ თქვენ როგორც პოლიტიკოს გითხავთ, ოპოზიციის რესურსი რამდენად არის დარჩენილი, რომ კიდევ გრძელვადიანად იყოს ეს პროტესტი, ერთიანი იყოს ოპოზიცია ამაში და მუდმივად გაგრძელდეს ეს უწყვეტი აქციები. როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი? რა იქნება კაფიოდ წარმომიდგენია და გეტყვით რომ ეს არც ოპოზიციის რესურსია. აქციაზე ბატონო გიგი პირდაპირ საუბრობ. ეს არც ეს არც ოპოზიციის რესურსია. ეს არც რომელიმე პარტიის რესურსია. ეს ქართველი ხალხის გამოხატვის უფლება და მათი ბრაზის რესურსია. და მერწმუნეთ რომ ეს რესურსი ულებია. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ აქვს ივანიშვილ ბიძინას უფრო მეტი რესურსი ვიდრე ქართულ ხალხს? აი საიდან აქვს? ფული რო აქვს უფრო მეტი, ამიტომ ასე ფიქრობთ? არა, რა თქმა უნდა. აქ ხომ მთავარი რესურსი რა არის? სამართლიანობა, სიმართლე საით არის, ხო? აი მაგალითად ეხლა მზია ამაღლობელს რომ ადამიანს რომელიც შიმშილობს უკვე 29 დღეა, ხო, როგორც მახსოვს. ზუსტად შეიძლება ვწდები. ამ ადამიანს როდესაც ოცნების დავალებით შეურაცხყოფას აყენებენ. იმის მაგივრად რომ თანაგრძნობა გამოუხატონ. ეხლა ესეთი ხელისუფლება შეიძლება იყოს რაიმეს მიღწევი? ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს. ეს გაგრძელდება, სანამ არ იქნება დათმობები. და ეს დათმობები არის არჩევნები,
პატიმრების განთავისუფლება და რა თქმა უნდა საარჩევნო გარემოს ცვლილება. ხა ვინმეს თუ გონია რომ აი არჩევნების აი ესე მოგდება საარჩევნო გარემოს შეცვლის გარეშე, ეს არავის არ ჭირდება. ამიტომ რატო ფიქრობთ რომ ეს ენერგია რამე ამოლევადია? ეს ენერგია არ არის ამოლევადი. ჩვენ სადმე წასასვლელი გვაქვს? ჩვენ ვერცად ვერ წავალთ. ჩვენ ამ ქვეყანაში დავიბადეთ, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ჩვენი შვილები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და როგორ ფიქრობთ ახლა ჩვენ იმაში რა ქვია ქვეყანა რომელიც ასე ახლოს მივიდა ევროპულ ოცნებასთან. ეხლა ეს ქვეყანა იმ რაღაც სისულელეებს, რასაც გვიყვებიან დღეს, რომ თურმე ჩვენ 3+3-ში უნდა გავერთიანდეთ და იქიდან შველა იქნება და ვიღაცები გვაქებენ ახლა მეზობელი სახელმწიფოებიდან ეს ხო სისულელეა ხო როგორ შეიძლება ქართველი ხალხის ევროპული ოცნება ჩაანაცვლოს რაღაც გაურკვეველმა 3+3 ფორმატმა ვერ ჩაანაცვლებს. იმიტომ რომ ეს ოცნება არც ჩემია და არც ჩემი მშობლების არის. ეს არის საუკუნეების ოცნება და დარწმუნებული ვარ რომ სანამ გამარჯვებამდე ას არ მიივას, შეიძლება ვიღაცას გონია რომ აი ცოტა დაიკლო ხალხის რაოდენობამ და ამით დამთავრდა. არა, ხალხის რაოდენობა ხან დაიკლებს, ხან გაიზრდება, მაგრამ ეს ყველაფერი გაგრძელდება. ბატონო გიგი, პირდაპირ შევარ კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, თქვენი პარტიის წევრია ლევონ გოგიჩაიშვილიც დააკავეთ ცოტა ხნის წინ. რას ხედავთ დღეს 74 დღეს? ასე ეშინია ახლა არალეგიტიმურ ხელისუფლებას მოქალაქეების რომ მაქსიმალური ძალის დემონსტრირებას ახდენს, რომ მოქალაქეებს გაუსწორდნენ ფიზიკურად, ესე სასტიკად დააკავონ და არ მისცენ უფლება გადაიკეტოს თუნდაც უსწავლის გამზირი. შეშინებულ უსუსურ ხელისუფლებას რომლის ერთადერთი მაშველი რგოლი ახლა არის ძალადობა, ასეთ ხელისუფლებას ხედავთ. ამიტომ ჩვენ ყველანი გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილმა ბიძინამ დაკარგოს ფული, რაც ყველაზე ძვირფასია მისთვის, დაკარგოს ძალაუფლება, რომ არ კონდეს შესაძლებლობა აი ასე იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე. განსაკუთრებით ისე, რასაც აკეთებდა ბოლოს ამით არჩევნების შემდგომ. იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკური ძალადობა ადამიანებზე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ და არ ეშინიათ ამ აზრის გამოხატვა. ეს არის, ამიტომ ლევანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლევანი ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს. ლევანი გააგრძელებს ბრძოლას ოცნების რეჟიმთანაც. ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ ბრძოლას ოცნების რეჟიმთანაც. თუ დაგჭირდება ბრძოლა შემდგომაც ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ აქ ხო არჩევანის უფლებაზე არ არის საუბარი. ჩვენ გვინდა ნორმალურ თავისუფალ სამართლიან ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება. მეტი არაფერი არ გვინდა და ამის უფლება ჩვენ გვაქვს. და ვიღაცას თუ გონია ახლა პოლიციის ფორმა და ნიღაბი არის რაღაც ინდულგენციის ან დაუსჯელობის სიმბოლო, ვერ გახდება ეს ნიღაბი გახდება დღევანდელი ოცნების რეჟიმის სიმბოლო და ასე იქნება. თუმცა ბატონო გიორგი ხედავთ რომ მიუხედავად ამ ძალადობებისა, მათ შორის ნახეთ ჩვენ კადრები როგორ უსწორდებოდა თავად ხარებაც აქციის მონაწილეებს და მაინც არ გვინახავს არც ერთი დაასჯელი შინაგანი საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. არის თუ რა ესეც თუნდაც მანიშნებელი მაგალითი იმის რომ ამ ადამიანებს აქვთ ლეგიტიმაცია, ესე რომ ვთქვათ, მწვანე შუქი ანთებული ხელისუფლებისგან და ამიტომ ჩადიან ესეთ ძალადობებს მოქალაქეებს. დიახ, ამაზე ვსაუბრობ ამდენი ხანი, რომ ამ ადამიანებს აქვთ უკანონო დავალებები. პოლიცია ხო რამოდენიმე წლის წინ ჩვენ ამ პოლიციით ვამაყობდით. ამ პოლიციის როგორც მინიმუმ შეიძლება არ ვამაყობდით, მაგრამ არ გვეშინოდა. დღეს პოლიციის ეშინიათ. რატომ? იმიტომ რომ პოლიციას აძლევენ უკანონო დავალებებს. ეს არის პრობლემა და ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს მარტივად გეტყვით რა. ეს სახელმწიფო, ეს ქვეყანა ჩვენი ყველასია. მარტო ჩვენი კი არა, მათიც არის. მაგრამ ისე არ შეიძლება ახლა გამოვიდეს ვიღაცას ეგონოს, რომ ეს ქვეყანა ვიღაცის არის, მხოლოდ და იმას შეუძლია ეს ქვეყანა სახში წაიღოს და როგორც უნდა ისე მოიქცეს. ასე არ იქნება, ვერ მოხდება. ამიტომ ეს ქვეყანა ჩვენია ყველასი და ჩვენი წარმოდგენა გაქვს ეს ქვეყანა როგორი უნდა იყოს. შეგვიძლია ამაზე ვიდაოთ, ვიმსჯელოთ, ვიღაცა დაგვეთანხმოს, ვიღაცა არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ძალადობა, კორუფცია, ტყუილები, აი ეს დეზინფორმაცია, ეს არგუმენტი არ არის და ვერ იქნება. მადლობა, თორე ლევანი უნდა ვიყო. ძალიან დიდი თქვენ ახლა ფედერაციულ მოძრაობის გამარჯვების კომისიაში ეს ოფიციალურად დაკომპლექტდა და მათ შორის თქვენი პარტიის თვითსაც არის ადგილები აპირებს თუ არა მათთან თანამშრომლობას. არა, არ ვაპირებთ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ჩვენ ამ პარლამენტთან ამიტომ არ ვითანამშრომლობთ. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას, ოცნებამ ჯერ დაიწყოს გასამართლება იმ ადამიანებით, რომლებიც ყოფილი ნაცები არიან მის რიგებში, თან ისეთი ნაცები. აი, ნამდვილი ფუნდამენტალისტური ნაცები, რომლებიც ხონ, აი ისინი ჯერ გაასამართლოს და მერე შემდგომ უკვე რაღაცა შეიძლება იმედი მაინც გაჩნდეს, რომ ოცნება ვინმეს გამსამართლებელია და რაიმეს აკეთებს. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი ფარსი, ტყუილი, ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა რაღაც ფარსი პოლიტიკური პროცესის შექმნის სინამდვილეში თუ ვინმე არის გასასამართლებელი, დღეს გასასამართლებელი არის ოცნებას
და ნაციონალური მოძრაობაც ერთად. და როგორ უნდა გაასამართლონ ახლა მათ ერთმანეთი ვერ წარმომიდგენია. ამიტომ ჯობია ამ ცირკს თავი დაანებონ და იზრუნონ იმაზე, რომ პირველ რიგში გაანთავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, დანიშნონ არჩევნების ახალი თარიღი და შეცვალონ საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები თავის უფლებებს, საბაზისო უფლებებს ქუჩაში კი არ იცავდნენ ყოველ დღე 72 წლის განმავლობაში, არამედ შეეძლოთ ამის გაკეთება უფრო ცივილურ, დემოკრატიულ ევროპულ ფორმებში. ერთად კითხავს პოპულისტურმა გააკეთებდეს ეჯერებთან დაკავშირებით გაცხადება, რომ დესტაბილიზაციისთვის ეკრებიან ევროკავშირიდან შემოსულ თანხებს, ფინანსებს, თუ როგორ პროცესი არის ნამდვილად დესტაბილიზაციისთვის იყენებენ ეჯერები. დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება კონკრეტული ადამიანებისგან დაკონკრეტების გარეშე იმდენ სისულელეს ლაპარაკობს. უბრალოდ ეს არის თვით გადარჩენის ინსტინქტი. რაღაცა ხო უნდა თქვა, რაღაცას ხო უნდა დააბრალონ, რაღაცნაირად ხო უნდა ახსნან, რაღაცა თავისი ამომრჩევლები, რომლებსაც ვერაფერში ვეღარ აჯერებენ, ისინი ხო უნდა დააჯერონ. 1000 სისულელეს და ტყუილს ლაპარაკობენ. ასე გააგრძელებენ ლაპარაკს, ვიღაცას დააბრალებენ, არ ვიცი, რაღაც გლობალურ ომის პარტიას, deep states და 1000 სისულელეს მოიგონებენ და ჩვენ მომავალში დარწმუნებული ვარ, რომ აი ესე მშვიდად ვიცინებთ ამაზე ყველაფერს და იმედი მაქვს, რომ ღიმილით გაგვახსენდება ეს ყველაფერი.